საქართველოში პირველად ვეფხვის ტყავსანს გადაიღებენ. ვეფხვის ტყავსანის მიხედვით ფილმის გადაღების მცდელობა დღემდე ჯერ არც ერთ ქართულ რეჟისორს არ ჰქონია. რამდენიმე წლის წინ ნაწარმოების სცენაზე დადგმის იდეა რობერტ სტურუამ გაახმაურა, თუმცა რეჟისორი ამის გამო ბევრმა გააკრიტიკა. ფილმის გადაღებები მომავალი წლიდან დაიწყება. იდეის ავტორები ლევან დაბრუნდაშვილი და ჯაბა მელქაძე არიან. ფილმის ტრეილერი უკვე მზადაა. ტრეილერის გადაღება ქარელის რაიონში მიმდინარეობდა. გადამღები ჯგუფი ტყეში ათენებდა და აღამებდა. რამდენიმე წუთიან ტრეილერში ნაწარმოების ის მონაკვეთია აღწერილი, როცა გმირები ქაჯეთის ციხის ასაღებად დაწყევლილ ადგილს უახლოვდებიან. ტყეში ძველი ქართული ასოებით ქვაზე ამოკვეთილ წარწერას პოულობენ, რომელიც ამცნობს, რომ გზა აღარ უნდა გააგრძელონ. ამის შემდეგ იწყება ბრძოლა ნესტენ დარეჯანის გადასარჩენად. ეგეთ რაღაცებზე ხელის მოკიდება გვიჭირს ხოლმე ქართველებს. ცოტა უცნაური მიდგომები გვაქვს, რომ როგორ შეიძლება ვეფხვის ტყავსანს შეეხო, ან მაგალითად როგორ შეიძლება აღმაშენებელზე ფილმი გადაიღო. აბა ვინ უნდა გადაიღოს? ვიღაცამ უნდა გადაიღოს. ტრეილერის გადაღება 2 წლის წინ დაიწყო. იდეის ავტორებმა სამეგობრო წრეს შემოიკრიბეს და გადაღება საკუთარი ხარჯებით დაიწყეს. თავად შეკერეს კოსტუმებიც. მსახიობები ამბობენ, რომ ტრეილერზე მუშაობის პერიოდი არასოდეს დაავიწყდებათ. მე ვიცი, რომ თამაშობ ავთანდილს, ტარიელს თამაშობს თორნიკე გოგრიჭიანი, ფრიდონი სამწუხაროდ ჯერ არ მყავს, ნესტან დარეჯანი არის რუსუდან მაყაშვილი, თინათინით საპოვნელია. ჩემი პერსონაჟი არის როგორცაც ვეფხვის ტყავსანში არ არის ესე დაწერილი, მაგრამ მან გადასცენარება ხდება ამ ყველაფრის და იქნებიან ტარიელთან და ავთანდილთან ერთად იქნებიან მეორე ხარისხოვანი როლია მხლებლები, რომლებიც ეხმარებიან ქაჯეთის ციხის აღებაში. ფილმში 12 მთავარი გმირი იქნება. ნაწარმოების პერსონაჟებს რეჟისორის მიერ გამოგონილი პერსონაჟები დაემატებიან. რეჟისორი ამბობს, რომ ზღაპრულ მისტიკური ჟანრის ფილმს კომერციული დატვირთვა ექნება, თუმცა ჯერ არ იცის, რა დაჯდება ფილმის გადაღება.